ბიძინა ივანიშვილის მომავალი მთავრობა ცნობილია. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საშუალო აღსრულება სოზარ სუბარი, რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, სპორტი ლევან ყიფიანი, სახელმწიფო აუდიტის გენერალური აუდიტორი რევა შავიშვილი. ეს არის არასრული ჩამონათვალი. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა 1 საათის წინ თითქმის ყველა უწყების ხელმძღვანელი დაასახელა. ბიძინა ივანიშვილს დღეს მხოლოდ ფინანსთა, ეკონომიკის ლტოლვილთა და გარემოს დაცვის მომავალი მინისტრები არ წარუდგენია. მინისტრთა კაბინეტი, თავდაცვის მინისტრის მინისტრობის კანდიდატი და ვიცე-პრემიერი ამავდროულად გახლავთ ირაკლი ალასანია. ვიცე-პრემიერი მოადგილე. ირაკლი ალასანია იქნება თავდაცვის მინისტრი, ამავდროულად იქნება ჩემი მოადგილე, ვიცე-პრემიერი. რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება კახაკალაძე და ამავდროულად იქნება მეორე მოადგილე, ორი მოადგილეა გავითვალისწინეთ მთლიანად. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სასჯელ აღსრულების პრობაციის და იურიდიულ საკითხთა მინისტრი. ესეც იცით? სოზარ სუბარი, ყველაფერი იცით. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანს დაევალა რომ მან უნდა წარმოადგინოს პროექტი სამართლიანი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების. ამას თეა წარმოადგენს, უახლოეს დროში ჩვენ გუნდი ვიმსჯელებთ. ამაშივე შევა სამართლიანი სასამართლო და ესე შემდგომ. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე. კოტეს იცნობთ კარგად, ხო იცნობთ კოტეს? ალასანიას გუნდის წევრი, ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე. იცნობთ თუ დაგიკითხოთ? ძალიან საინტერესო პიროვნება, ძალიან. იცით? კი ბატონო, არ ჩერდებით მაშინ ამაზეც. ძალიან საინტერესო პიროვნება და ძალიან მაგარი კაცი, ჩემთვის მაგალითად უაღრესად პატივსაცემი, რომ იცოდეთ, $10,000 $15,000-მდე აქვს პრემიის სახით, სადაც მუშაობს და ძალიან საინტერესო ორგანიზაციაში და გაუგებარ ხელფასზე მოდის იმისათვის, რომ საკუთარ ქვეყანას მიხედოს და თავისი გამოცდილება მოახმაროს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი. გახლავთ ალექსი პეტრიაშვილი. ბუკას ვეძახით, თუ ალექსით არ იცით? ალექსი პეტრიაშვილი. ძალიან აქტიურად მუშაობდა ჩვენთან ერთად პროცესებში საარჩევნო და ძალიან კარგი ადამიანია. ელჩად ნამუშევარია და სხვა გამოცდილებებს ალბათ შეეკითხებით, ხო? საგარეო საქმეთა მინისტრი, ესეც იცით? აბა, არ იცით. ბატონო? კი, ორი ვარიანტები გწოდნია. თედო იქნება კომიტეტის თავმჯდომარე, მაია იქნება მინისტრი. და თედო იქნება ამავე კომიტეტის თავმჯდომარე. მაიას კარგად იცნობ, თუ გაგაცნობთ მაია? კარგად იცნობ. გვეჩვენოთ ახალ ფორმაში ბატონო მაია? ახალი პოსტო კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი. კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი. აბა ვინ იცით? ნახ, ყველაფერი გაუტანეთ. ძალიან საინტერესო, ძალიან საყვარელი პიროვნება. მე მგონი რომ ძალიან სიმბოლური კულტურის მინისტრი გვეყოლება. გურა მოდიშარია. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. ოდესღაც ეტალონად დავასახელე ჩემი მსგავსი პოლიტიკაში და ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა. ძალიან ბევრი უმუშავნია ამ მიმართულებით და მე მგონი მომავალშიც წარმატებული იქნება. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. აბა? ავერთეთ საკითხი ვერ გავიდანთ რა და. ამირან გამყრელიძე. იცნობთ კარგად თუ გაგაცნობთ? იცნობთ. მე ვარ როგორც ეთრიყვავი, ერთმანეთს რო ხვდებიან სულ ყველანი ახალი კაცი შემოდის ამირანი, მე არ ვიცნობდი ბატონ ამირანს. თელი ჯგუფი გადაეხვია, ყველა ერთმანეთს იცნობდა, მარტო მე ვიყავი ის რომ ვინც არავინ არ მიცნობდა და შემოვედი და ყველანი გავიცანი ერთდროულად პრინციპში. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. აბა? ლევან ყიფიანი. ძალიან საყვარელი ჩვენი ფეხბურთელის შვილი, ეს არის ძირითადი ღირსება ჯერჯერობით, მაგრამ ძალიან მაგარი კაცია. მე ძალიან ახლოს ვიცნობ მას თვითონ, ძალიან ნიჭიერია
და მე ვფიქრობ, რომ ძალიან აგრესიული კანდიდატი დავასახელეთ ამ სამინისტროში. ვაკანტური ადგილები გვაქვს და დაგვეხმარეთ. პირასთან მინისტრი ვესაუბრეთ უკვე და ერთ-ორ დღეში წარმოგიდგეთ, ვიცით ვინც იქნება დაახლოებით. მაგრამ შეთანხმებული არაა ჯერ, ამიტომ არა, ონოფრიშვილი არ იქნება, ონოფრიშვილი იქნება კომიტეტის თავმჯდომარე. გარემოს დაცვის მინისტრი არ აქვს, ფინანსთა მინისტრი არ აქვს დღესდღეობით, განათლების და მეცნიერების მინისტრი არ აქვს, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი არ აქვს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი არ აქვს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირთა განახლების და ტოლვითა მინისტრი არ აქვს. შემდეგ წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი. რევაზ შავიშვილი, მას აქვს დიდი გამოცდილება სამსახურში მუშაობის. თავისი პრინციპულობით და პატიოსნობით გამოირჩევოდა. სხვათა შორის დიდხანს ამთანხმდებოდა და დავითანხმე, არ უნდოდა, რომ იცოდეთ, არ უნდოდა თანამდებობაზე შემოგვიყვება. აქ პროცედურები უფრო რთული, ეს არჩევითია, იცით, მაგრამ ყველაფერს კანონიერად ჩავატარებ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ყველაზე ჯიუტი და ყველაზე პრინციპული კაცი იქნება ნოდარ ჯავახიშვილი. რა სჭირდება ეროვნულ ბანკს? მე მგონი ესეც არ იყო თქვენთვის სიურპრიზი, ნოდარი ალბათ არ იყო სიურპრიზი. თავარი დღეს პროკურორი და მომავალში გენერალური პროკურორი იქნება წოდებული, გენერალური პროკურორი. ესეც იცით? გენერალური პროკურორი ვინ იქნება, იცით? აი როგორც იქნება ერთი საკითხი, აი როგორც იქნება ერთი სიურპრიზი. არჩილ კბილაშვილი. აი ამის განცხადებაზე რომ ზოგიერთმა ტელევიზიებმა რაღაც ცუდი თამაშები გაახურეს, ეს არის სინდიცის და პატიოსნების კაცი, ესეთი ხალხი უნდა ვარ, როგორც ღარიბაშვილია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ესეთივე გენერალური პროკურორი. და ესეთი სუფთა ხელებით ხალხი უნდა მოვიყვანოთ ამ დარგში და ეს დარგი უნდა გახდნენ ესეთი სუფთა, როგორც სუფთა ხალხი შედის იქ და დავივიწყოთ ის სიბინძურები, რაც ამ სისტემებში არსებობდა წლების განმავლობაში და ჩემი აზრით ეს არის ძალიან ღირსეული წარმოადგენა გენერალური პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრიც განსახიერება წესიერების ერთის და მეორეც და ასეთი უნდა გახდნენ მათი სტრუქტურები და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ოცნება და ამას აუცილებლად შევასრულებთ. ქალბატონი მაია მიმინოშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი. მე შევხვდი ქალბატონ მაიას, მასთან მქონდა მსჯელობა განათლების სამინისტროსთან ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. თვითონ მე აირჩია, ოღონდაც ესეთი თხოვნით, რომ ის ადრევე, როდესაც ჩამოყალიბდა ეს ცენტრი, არ ექვემდებარებოდა განათლების სამინისტროს და ჩვენ მე მივეცი მას პირობა, რომ განვიხილავთ ამ საკითხს პარლამენტში და ისე მთავრობის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება. მას ეყოლება 3 მოადგილე: მანანა კობახიძე, ზურაბ ბაბაშიძე და ზურაბ თხემალაძე. დღესვე ცნობილი გახდა საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელთა ვინაობაც. მათ შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ვახტანგ ხმალაძე უხელმძღვანელებს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ეკა ბესელია ჩაიბარებს. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, დარგობრივი ეკონომიკის ნოდარ ხადური, დიასპორის კომიტეტის კი გუბას სანიკიძე იქნებიან. პარლამენტსაც წარმოგიდგენთ კანდიდატებს, რა თქმა უნდა, ახაც კანდიდატებს. თავმჯდომარე ალბათ კარგად იცით. პარლამენტის თავმჯდომარე, იცით? დავით უსუფაშვილი. მოადგილეები ბევრი არიან. პირველი მოადგილე იქნება მანანა კობახიძე, მოადგილეები იქნებიან ზვიად ძიძიგური, ზურაბ თხემალაძე და ზურაბ ბაბაშიძე. ორი ზურაბი ეყოლება მოადგილედ. კომიტეტები: აგრარულ საკითხთა კომიტეტი გიგლა აგულაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ეკა ბესელია, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი ვანო კიღურაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გია ცაგარეიშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ნოდარ ხადური, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი გუბას სანიკიძე, თუმცა მითხრეს რომ ფიქრობს კიდევ გუბაზე, შეიძლება რაღაც ცვლილებები იყოს, პატარა კორექტირებები შეიძლება გქონდეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ვიქტორ ძოლიძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ირაკლი სესიაშვილი. იცით ეს ყველანი, ხო? შეკითხვები არ აგაქვთ. ყველას კარგად იცნობთ. ირაკლი ახლა ხო სესიაშვილი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. ყველა საინტერესო კომიტეტია მგონი, ხო? იცით ვინ იქნება? არის. ვახტანგ ხმალაძე. რეგიონალური პოლიტიკის. ყველაზე მეტ სამუშაო მე მგონი აქ აქვს.
რეგიონალური პოლიტიკის თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი. ირაკლი ტრიბოლსკი. თვითონ მოისურვა მე მას რამდენიმე სხვა ადგილების შევთავაზე, მაგრამ რამდენადაც მან ძალიან აქტიურად იმუშავა და სხვა შორის ძალიან იჭირი კაცია, რომ ვიცოდეთ. აქ არის ირაკლი თუ არა? და თვითონმა მოისურვა, იმდენი ქონდა ურთიერთობა და თელი კაცია და ბევრი უცხოვრია, უნდა რომ დანაპირები შეუსულოს თავის რეგიონებს და სხვა მთელ რეგიონებსაც დაეხმაროს და მე მას ბევრი შევთავაზე, კარგი არჩევანი ქონდა და თვითონვე აირჩია და გაჩერდა აქ. ისიც დამავიწყდა, ჩემი მეგობარია დიდი ხნის, იმდენი ღირსებები აქვს, რომ აღარაფერს აღარ ნიშნავს უკვე. იმდენი მოახერხა ირაკლიმ. საგარეო ურთიერთობა და კომიტეტი. თედო ჯაფარიძე გახლავთ? აქ არის თედო? არა, თედო. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, ირინა იმერლიშვილი. იცით ირინა იმერლიშვილის იცნობ? აქ არის ირინა. შეიძლება ხარა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, დავით ონოფრიშვილი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, ლერი ხაბელოვი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, დიმიტრი ხუნდაძე. ვინ რა გეგმით მიდის მომავალ უწყებაში მინისტრთა კაბინეტის წარდგენას იმედა დარსალია დაესწრო, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგორთება. იმედა უკვე რა განცხადებები გაკეთდა მინისტრობის კანდიდატთა წარდგენის შემდეგ კოალიციის ოფისში. თამთა უკვე როგორც უკვე იცით ცნობილია ის სამინისტროები, რომლებსაც ჩაიბარებენ კანდიდატები. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ იმ სამინისტროებს, რომლებსაც ჯერ ვერ შეთანხმდნენ ქართულ ოცნებაში. ესენი არის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და დევნილთა სამინისტროს პირველ პირებზე ვერ შეთანხმდნენ და კანდიდატურები ჯერჯერობით არ არსებობს. დღევანდელ შეხვედრაზე ივანიშვილმა პრეზიდენტის კანდიდატურაზეც ისაუბრა, ჩვენ შეგვიძლია მას მოусმინოთ. პრეზიდენტობის კანდიდატი ჯერ ნაადრევია დასახელება. ირაკლი ალასანიას ჩემი აზრით უფრო საინტერესო თანამდებობა აქვს. თქვენ იცით ახალი კონსტიტუციის პრეზიდენტს აქვს კრიზისის შემთხვევაში ძირითადი ფუნქცია, ყველაზე მთავარი ფუნქცია, რაც აქვს მომავალ პრეზიდენტს, თუ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის კრიზისი დაიწყო, აი მის მომრიგებლობის როლია ძირითადი. კიდევ აქვს სხვა ფუნქციები, მაგრამ ალასანიას გაცილებით საინტერესო ფუნქცია აქვს. დღეს ჩემი მოადგილეა და ამავდროულად თავდაცვის მინისტრია. დღეს რომ შემკითხოდნენ მე ვინ იქნებოდა ვთქვათ პრეზიდენტი, რომ ახლო არჩევნები იყოს, მე ვახტანგ ხმალაძეს დავასახელებდი. გეტყვით, რომ ფინანსთა მინისტრის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და დევნილთა სამინისტროს პირველ პირების შესახებ უახლოეს დღეებში რა ხდება ცნობილი. ჩვენ დღეს რამდენიმე კანდიდატს ვესაუბრეთ, ჩვენ შეგვიძლია ასევე მათ მოусმინოთ. პირველი ნაბიჯი იქნება, რა თქმა უნდა, პირველი 100 დღის პროგრამა, რასაც ჩვენ აი ახლა განვახორციელებთ დამტკიცების შემდეგ. სტაბილიზაცია რა მდგომარეობაში ვართ და გადასადგმელი ნაბიჯები ამ 100 დღის განმავლობაში რაც უნდა გავაკეთოთ. თუ ჩემთვის ახალი სფეროა, მინდა გითხრათ ამას არ ვმალავ, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა. გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, ემსახუროთ ჩემ ქვეყანას, ჩემ ხალხს. ამ სამინისტრომ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა და დღესაც ახორციელებს, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ დღეს კიდევ არის ქვეყანაში დარჩენილი ძალიან ბევრი რაიონი, ქალაქი, სოფელი, სადაც არის წყლის პრობლემა, გზების პრობლემა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. მთელი საქართველოს მასშტაბები უფრო გაიზრდება და ის პროექტები, რაც დაწყებულია და ჯერ არ არის დამთავრებული, აუცილებლად დასრულდება და მომავალში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდება. მე ასევე აუცილებლად გამოვიყენებ იმ ჩემ პირად კონტაქტებს, მე ძალიან ბევრი უცხოელი მეგობარი მყავს და ამ ადამიანებს შემოვიყვან საქართველოში, რომ განახორციელონ ინვესტიციები, რაც ძალიან წაადგება ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხალხს. ამთა ზუსტად ერთ წუთში შენ შეგიძლია პირადად ესაუბრო შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს. მადლობა იმედა ამ მომწორავ ინფორმაციისთვის. ეს იყო იმედა დარსალია, რომელიც კოალიციის ცენტრალური ოფისიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.